თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. საინტერესოდ წარიმართა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის არმიის საკალათბურთო გუნდისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კალათბურთელთა შეხვედრა. მატჩი არმიელთა უპირატესობით და საბოლოოდ კოტე ტუღუშის გუნდის გამარჯვებით. ანგარიშით 90-65 დასრულდა. ტურის ცენტრალური შეხვედრა საღამოს 8 საათზე დაიწყო. საკალათბურთო გუნდმა ოლიმპმა სოხუმის გუნდთან გაარღვია ურთიერთობა. სპორტის სამინისტროსა და კლუბ ოლიმპის ინიციატივით ოლიმპის საგულშემატკივროდ ბავშვთა სახლებიდან მოზარდები მიიყვანეს. შეხვედრას 300-მდე ბავშვი დაესწრო. მოზარდებს მატჩის დასრულების შემდეგ საჩუქრები დაურიგდათ. საკალათბურთო კლუბ ოლიმპის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ აღნიშნული აქცია ტრადიციულ სახეს მიიღებს და მოზარდები ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს სისტემატურად დაესწრებიან. მაქსიმალურად ხელს შეუწყობ ჩვენ განვითარებას, რომ საქართველოში ქართველი გუნდები განვითარდნენ, უფრო წინ წავიდნენ, უფრო გაძლიერდნენ. და ყველაზე მთავარი რაც არის, მინდა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ შაბათი დღე ყველა მიცოდეს, რომ არის საკალათბურთო დღე და სპორტის სასახლეში ძალიან მაგარ სანახაობას ნახავენ. როგორც წესი ჩვენ შორის ყოველთვის დაძაბული თამაში იყო და თამაში არის მაგრამ დღესაც არის გამონაკლისი. თავისი დაძაბულობა ჰქონდა 45 შეიძლება იყოს. ლამაზი სანახაობრივი კალათბურთი იყო, როგორც მოგახსენეთ, გავიმარჯვეთ და ამით მაყოფილი ვარ, მოვემზადებით უკვე. კიდევ დიდი გზაა გასავლელი იმით პროფესიონალურად შეძლო ჩვენი ძლიერი მხარის გამოჩენა. ჩვენ შევეცადეთ ჩვენმა გუნდმა ოლიმპმა ზრუნველობა მოკლებულ ბავშვების აქ თამაშზე მოყვანის ორგანიზებით. მე მგონი საკმაოდ საინტერესო ლამაზი დღე აჩუქა ჩვენს ბავშვებს, ვინაიდან მე ჩემი აზრით და საერთოდ ჩვენი გუნდის აზრით, რაც უფრო ახლოს იქნებიან ისინი სპორტთან, მით უფრო ჯანსაღად წარიმართება მათი ცხოვრება.